რატო იყო წარმატებული ზიდანი? რატო? მე სულ არა ვარ დარწმუნებული დღესაც ზიდანის ფენომენალურ საცნელო მონაცემებში. ყისმათაა არის, მე ჯერჯერობით მაგაში ცუდი რა არის. ხო? ძალიან კარგი თუ ბედიანია. კაცი მოვიდა 3 წელიწადში 3 ლიგა მოიგო. დაიხურა ქუდა წავიდა. ეხლა ჩვენ ლაპარაკობთ იმის რა ქვია სრულად დამსახურებულად ამ ფერგიუსონზე 25 წელიწადი იყო, ორჯერ მოიგო. ის ლიგა, თუ ლიგაზე ვლაპარაკობთ. რა ქვია, ვენგერი 20 წელიწადი იყო, საერთოდ მოიგო ვერაფერი, იმაში ინგლისში გახდა ორჯერ ჩემპიონი, ერთხელ წამომარცხებელი გავიგე, მაგრამ 20 წელიწადში გააკეთა ეს და ეს მოვიდა 3 წელიწადში 3 ლიგა მოიგო. კი არ ვადარებ, მეც მესმის რომ და ჩემთვის საცნელო იმითი რა ქვია ყველანაირი თვისებით ფერგესონი არის შეუდარებელია ზიდანთან, მაგრამ ამან მოიგო ის 3 თასი. რატომ მოიგო იცი? იმიტომ რომ ვერ უბედავენ. ხო. ვერ გაუბედავ შენ ზიდანს, რომ ასაულო ისა არ დაემორჩილო, ან ის რაღაცას რო გეტყვის, იქ დაუწყო დავარო, ესე კი არა ისეა. იმიტომ რომ იმას თავის დაყენება შეუძლია. ის ზიზუა, ის არის მსოფლიო ჩემპიონი და პირადად მომგები მსოფლიო ჩემპიონატის ერთი ფინალის, მერე ევროპის ჩემპიონატის მომგები, მერე რა ვიცი კიდე სადაც რამეს გაეკარა, მარტო მოუგო ბრაზილიის ნაკრებს იმაში რა ქვია 2000-ში კიდე ფინალში გაიყვანა გუნდი, ხო?